გამარჯობა მალხას, დიდი მადლობა. მალხას სალდაძე, მეისონის სახელობის უნივერსიტეტი კორეა. მადლობა შენი დროისთვის და იცი რა, არასოდეს არ მისაუბრია კორეაზე, სიმართლე რომ გითხრა და ჩემი ცოდნა ძალიან ზედაპირულია. თუმცა საინტერესო არის ცხადია, კორეის ისტორია ოკუპირებული იყო, მერე იმხელა უზარმაზარი ომი ჰქონდა, გაიყო ვიცით ჩრდილოეთ კორეა, ვიცით სამხრეთ კორეა, ინდუსტრიალიზაცია მოხდა, უამრავი თანხა ჩაიდო და 70-იან წლების შემდეგ ეს ქვეყანა წამოვიდა. როგორი არის სამხრეთ კორეა და რა შეგიძლია გითხრა ამ კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით მათ შორის? მადლობა გია პირველ რიგში მოწვევისთვის და ინტერესისთვის. სამხრეთ კორეა რთული თემა არის სალაპარაკოდ გამომდინარე იქიდან, რომ რთულ გეოპოლიტიკურ რეგიონშია. ამიტომ მრავალმხრივი პრობლემებია. ჩვენთვის ცნობილია როგორც ეკონომიკური სასწაულის ქვეყანა და შესაბამისად ვუყურებთ როგორც წარმატების მაგალითს. თუმცა ამ წარმატებას რაღაც ისეთი მხარეები აქვს, რასაც ნაკლებად ვიცნობთ. მათ შორის ახლა მეც არ ვიცი ეს სიღრმისეულად უნდა ვაღიარო. მაგრამ რამდენადაც ჩემი კორეაში ცხოვრებიდან და მოღვაწეობიდან გამომდინარე, შევძელი გათვითცნობიერება გაგიზიარებთ. ანუ პირველ რიგში, რა თქმა უნდა დავიწყოთ იმითი, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც ასევე იმპერიებს შორის არის გაჭედილი. ну, ყოფილ იმპერიებს შორის და დღევანდელ ზოგიერთ იმპერიას შორის, ხო? ეს არის ქვეყანა, რომელიც ისტორიულად ყალიბდებოდა ჩინეთსა და იაპონიას შორის, ამ ორი დიდი იმპერიის დაპირისპირების არეალში და დღევანდელობაში თუ შევხედავთ, ну, არსად არ წასულა ჩინეთი, იქ არის ახლა დღეს რუსეთი, რომელიც მწვავე ოკეანეში, რა თქმა უნდა, არ აქვს იმხელა დიდი ძალა, მაგრამ აქტიურია უკვე ჩრდილოეთ კორეის კონტექსტში, ვიცით, იმიტომ რომ ჩრდილოეთ კორეა ჩართული არის პირდაპირ რუსეთის ომში უკრაინასთან. ამიტომ სამხრეთ კორეა ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ რეგიონში იმყოფება და ამიტომ მისი წარმოჩენა მხოლოდ როგორც ეკონომიკური სასწაულის ქვეყნის ალბათ არ შეიძლება, უნდა ვიცოდეთ მათ შორის პოლიტიკური სისტემა რა არის და როგორ არის ეს ყველაფერი კავშირში განვითარების იმ უნიკალური გზასთან, რომელმაც ეს სასწაული გამოიწვია, ხო? ანუ ახლა ეს იმპერიებს შორის ჩაჭედილობა შემთხვევით არ მიხსენებია, იმიტომ რომ კორეის განვითარებაში ამის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. იმიტომ რომ კორეამ აირჩია არა ის გზა, რაც აირჩია ვთქვათ იაპონიამ. ჩინეთს თავს მოახუიეს, ესე ვთქვათ, ხო, მე-19 საუკუნეში ვთქვათ ეს სავაჭრო ურთიერთობებში ჩაბმა და ძალით გახსნეს. იაპონიას რეგულირებული ჰქონდა მეიძის ეპოქა ვიცით და შესაძლოა მეიძის აღორძინება და მისი გახსნობა დასავლურ განვითარებას, კორეამ საერთოდ სულს გაირჩია, საერთოდ არ გაიხსნა, ესე ვთქვათ, ჩაიკეტა, იზოლაციის გზა არჩია და ამით თავი ძალიან დაიზარავა. საშუალება მისცა პირდაპირ ვთქვათ თავის მეზობელ იაპონიას, რომ მთელი ისტორიული ჭიდილები, რაც ვთქვათ მე-15 საუკუნიდან არსებობდა კორეასთან მიმართებაში, უკვე დაესრულებინათ მე-20 საუკუნის დასაწყისში, იმით რომ მოახდინეს კორეის აბსორბცია, ასე ვთქვათ, და ეს ჯოსონის დინასტია, რომელთაც დღეს კორეა ძალიან ამაყობს და აიდენტიფიცირებს თავის თავს ჯოსონის დინასტიასთან, ამით დასრულდა. მოხდა კორეის აბსორბცია, შეეწოვა, ასე ვთქვათ, იაპონიის მიერ და თავისი ეკონომიკური დანამატად ქცევა. ახლა ეს რაში გამოიხატა? კორეაში ინტერესი იაპონიის იყო იაფი-მუშახელი, იყო ინტერესი ჩრდილოეთში წიაღისეული და მზადება, ვთქვათ, პლაცდარმად, ყოველთვის პლაცდარმად განიხილებოდა იაპონიის მიერ, ვთქვათ, ჩინეთში ექსპანსიისთვის და იმის იქითაც. და იაპონურმა კოლონიზაციამ ირონიულად, იმიტომ რომ კორეელებს რა თქმა უნდა არ შეამონთ იაპონური კოლონიზაციის გახსენება კეთილად, მაგრამ რაღაცა ირონიულია და პარადოქსულია, რომ რაღაც წვლილი შეიტანა კორეის განვითარებაში, იმიტომ რომ იაპონელებმა დაიწყეს კორეის იძულებითი ვესტერნიზაცია და ინდუსტრიალიზაცია. ანუ აქ დაიწყო იაპონური ეკონომიკის ექსპანსია, ხდება ინდუსტრიული კომპლექსების მშენებლობა მე-20 საუკუნის 30-იან წლებში. ну, ასევე პარადოქსულია და ჩრდილოეთ ნაწილში და არა სამხრეთ ნაწილში, იმიტომ დღეს ჩვენ წარმატების მოდელს სწორედ სამხრეთ განვიხილავთ და არა ჩრდილოეთს, ხო? მაგრამ ანუ ეს ინდუსტრიული განვითარება წავიდა სწორედ უფრო ჩრდილოეთში ვიდრე სამხრეთში და ამ იაპონურმა კოლონიალიზმმა რაღაცა პარადოქსულად ითამაშა დადებითი როლი იმისთვის, რომ კორეელები მიაჩვია იმას, რომ მათ შეუძლიათ ინდუსტრიული საზოგადოება იყვნენ.
შემდგომში, როდესაც უკვე მეორე მსოფლიო ომი დასრულდა და იაპონური კოლონიალიზმისგან გათავისუფლდა კორეა, კორეის ნახევარკუნძული, აქ იმპერიების ჭიდილი არ დასრულებულა თავისთავად, აქ არის უკვე ვიღებთ საბჭოთა კავშირს, ვიღებთ ჩინეთის რესპუბლიკას მაო ძედუნის ლიდერობით და შესაბამისად აქ კორეის თქო ონტოლოგიური უსაფრთხოების საკითხი და როგორ იქნება კორეა, ხო? იმიტომ რომ კორეელები თავისთავად არ აიდენტიფიცირებდნენ კომუნისტურ იდეოლოგიასთან და ვთქვათ, მოუწიათ გაყოფა და ეს გაყოფა ვიცით როგორც არის წარმოჩენილი კორეაში, საბოლოოდ დამთავრდა დიდი ომით, სამოქალაქო ომით, რომელმაც კორეა გაყო კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკად და კორეის რესპუბლიკად. და აქედან იწყება უკვე განვითარების ახალი ციკლი კორეის ისტორიაში და როცა კორეას ვამბობთ, რა თქმა უნდა, გულისხმობთ სამხრეთ კორეას ამ შემთხვევაში. სამხრეთ კორეაში, კორეის რესპუბლიკაში იწყება განვითარების ახალი ციკლი, რომელიც გულისხმობს გარემო თამაშის ჩართვას, რომელიც არ არის ახლო გეოგრაფიულად, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები. ანუ 1948 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც ჯერ კიდევ ომამდე, მას შემდეგ რაც აღმოცენდა კორეის რესპუბლიკა და პირველი რესპუბლიკის პრეზიდენტი იყო პრეზიდენტი ლი, მან აიღო პირდაპირ ორიენტაცია ამერიკის შეერთებულ შტატებზე, გახსნა კორეა ამერიკული ფინანსებისთვის, თუმცა ამერიკელების დაინტერესება კორეით იყო ძალიან დაბალი. ეს დაინტერესება მიება მათ სამხედრო ინტერესს. პირდაპირ შეიძლება ითქვას, ხო? ანუ მე უკვე ჩართული იყვნენ ამერიკელები კორეის სამოქალაქო ომში, გადაარჩინეს ასე ვთქვათ, კორეის სამხრეთ კორეის რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, როგორც სამხრეთ კორეას ვიცნობ, გაქრობას რეალურად, იმიტომ რომ წითელი საფრთხე ძალიან დიდი იყო და ამის შემდგომ თავისთავად სამხრეთ კორეა ავტომატურად იქცა დამოკიდებული თავისი არსებობა, თავისი ონტოლოგიური უსაფრთხოება დაუკავშირა ამერიკის შეერთებულ შტატებს. სხვა მეგობარი ამ რეგიონში, დიდი მეგობარი მას უკვე არ ყავდა, ხო? ანუ ამერიკელები იყვნენ წარმოდგენილები იაპონიაში, ზემოთ ყავთ საბჭოთა კავშირი, გვერდით ყავთ. ანუ ამერიკა, იაპონია, სამხრეთ კორეა. ხო, ამერიკა, იაპონია, სამხრეთ კორეა, ესე იკვრება როგორც ალიანსი. მიუხედავად რომ იაპონელების მიმართ, რა თქმა უნდა, იული დამოკიდებულებები არ იყო, ხო? და დღესაც არ არის იული დამოკიდებულებები იაპონელების მიმართ, ძალიან ბევრი წყენა არის კორეელებში და ეს ძალიან ბევრ რამეში ხელს უშლით. იაპონიამ სხვათა შორის აი ამ სწორედ სამკუთხედში ამერიკელებთან ერთად ყოფნით უკვე 1970-იანი წლებიდან, რაც შესაბამისად იაპონიაში მიმდინარე ტრანსფორმაციასაც ეხება საზოგადოების და პოლიტიკური სისტემის. დიდი როლი ითამაშა ეკონომიკურ აღორძინებაში სამხრეთ კორეის, იმიტომ რომ დაიწყეს უკვე სამხედრო რეპარაციების გადახდა კორეისთვის. ანუ რო ვთქვათ, რომ აი ვთქვათ 1960-იან, 50-იან, 60-იან წლებში ვთქვათ, ამერიკელები ძალიან აქტიურად იყვნენ ეკონომიკურად სამხრეთ კორეაში ჩართულები, არა. უფრო 70-იან წლების შემდეგ სამხედრო დახმარება. აი 70-იან წლებიდან შეიძლება ითქვას, რომ გაცილებით დიდი როლი იაპონურმა ფულმა ითამაშა რეპარაციების სახით და პლუს ინვესტიციების სახით, რომელიც მოდის. და უკავშირდება ასევე ძალიან უცნაურ პარადოქსულ ფენომენს. ეს არის უკვე დიქტატურების ეპოქა. ნუ პირველი პრეზიდენტი ლი არ იყო დემოკრატი თვითონ, რა თქმა უნდა, მაგრამ მისი ესე ვთქვათ მმართველობა, ნუ მისი ავტოკრატიული მმართველობა იმდენად ასე ვთქვათ მადაში შევიდა, რომ ხელისუფლებიდან წასვლა აღარ უნდოდა. ამიტომ 1968 წელია, როდესაც ხდება სამხედრო გადატრიალება და ხელისუფლებაში მოდის კორეის ისტორიაში ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა პრეზიდენტი პარკ ჯონ ჰი, გენერალი, რომელიც პრეზიდენტად აირჩიეს და უნდა ითქვას, რომ აირჩიეს. ანუ ის სამხედრო გადატრიალებით მოვიდა, მაგრამ მე არჩევნებს ჩაატარა. და კორეელებმა ის აირჩიეს პრეზიდენტად და პარადოქსული რატოა? იმიტომ რომ დიქტატურა დაამთავრა, ავტოკრატიული მმართველობა დაამთავრა, მაგრამ დემოკრატიით არ შეუძლია. და პარადოქსულია მათ შორის იმითაც, რომ თუ პრეზიდენტ ლის და მმართველობა კორუმპირებული რაც იყო სამხრეთ კორეაში, დიდად არ შეუძლია, მაგრამ შეცვალა ერთი რამე, რომ სახელმწიფომ გადაწყვიტა ავტოკრატიულმა რეჟიმმა გადაწყვიტა, რომ მან უნდა გახსნას ეკონომიკა უცხოური ინვესტიციების. ამიტომ არის რომ 70-იან წლებიდან იწყება ეს დიდი აღმასვლა და
ასე ვთქვათ, მზადება დიდი ნახტომისთვის, რომელიც ჩვენ ვიცით, რომ აი აზიური ვებხვები და ასე. ანუ პარჩონჰი შექმნა ეგრეთ წოდებული, ასე ეძახიან სამეცნიერო ლიტერატურაში, განვითარების დიქტატურა. ანუ უბრალოდ დიქტატურა არ არის, არც ლიბერალური ავტორიტარიზმია, როგორც ვიცით ჩვენ ასე პოლიტიკური მეცნიერების ლიტერატურიდან, როდესაც საუბარი არის აზიის რეჟიმებზე, შექმნა განვითარების დიქტატურა, რომელმაც სახელმწიფო ჩააყენა ეკონომიკური განვითარების სამსახურში. ახლა ეს რაში გამოიხატებოდა? სახელმწიფო საერთოდ კლასიკური მოდელია, ხო, ლიბერალური განვითარების, ჩვენ როგორც ვიცით, რომ არ ერევა ეკონომიკაში და პარკ-შონ-ჰის სისტემა იყო, რომ ის ერეოდა ეკონომიკაში. ანუ მას ჰქონდა მიზანმიმართული ინტერვენცია ამა თუ იმ სფეროში, სახელმწიფოს საშუალებით, სად უნდა მოეზიდა დაინტერესებინა დასავლური კაპიტალი იმაში, რომ შესულიყო კორეულ ეკონომიკაში. არსებობდა, არა ვთქვათ საბჭოთა ტიპის 5 წლების გეგმები, მაგრამ ასე დაგეგმარებითი სამსახური, საკონსულტაციო ფუნქცია ჰქონდა, არ ჰქონდა ეს დირექტიული, როგორც საბჭოთა კავშირში იყო ან ჩინეთში. მას ჰქონდა საკონსულტაციო ფუნქცია, შეკრიბა ეკონომისტები, სხვა დარგის სპეციალისტები და ისინი ამუშავებდნენ ამ გეგმებს, ვთქვათ, სად რა რაოდენობის ინვესტიცია იყო საჭირო, საიდან ეშოვათ ეს ფული, ვინ დაინტერესებინათ და როგორ უნდა დაებანდებინათ და გაეთვალათ მათ და პლუს მე მგონი მეცნიერებაში ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადა, რა თქმა რომ ერთსულ მოსახლეზე თუ არ ვწდები დანიის და ანუ მე მინიმუმ მეხუთე ადგილზე არის ერთსულ მოსახლეზე მეცნიერების რაოდენობით, ხო? კი. ძალიან დიდი ინვესტირება გაწია სახელმწიფო მამხი. მაგრამ ახლა ისე გამოდის, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ აი ეს დიქტატურის ეს აპოლოგია გამოდის, ხო, მაგრამ რეალური შედეგები ამ პოლიტიკის, რა თქმა უნდა, უფრო გვიანდაა და პარჩონჰის შემდეგ, იმიტომ რომ რეალურად დიქტატურის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ავტომატურ რეჟიმში არსებობს ეს ბიუროკრატიული აპარატი და თავის ლოგიკა გადარჩენის და არსებობის, განვითარების, გაფართოების. მე უკვე ეს იქცევა თვითად ქვეყნისთვის. და ამიტომ ისე მოხდა, რომ რა თქმა უნდა, პარჩონჰიმ დაასრულა ის როგორც ნებისმიერი დიქტატორი ასრულებს, ხო? და დაასრულა იმაზე უარესად, ვიდრე ნებისმიერი სხვა დიქტატორი. 1979 წელს, მანამდე იყო თავდასხმა, რომელსაც მისი ცოლი შეიწირა და მე 1979 წელს პირდაპირ პარჩონჰი მოკლეს. ამის შემდგომაც, არ ყოფილა დემოკრატიული განვითარება, შემდგომი პრეზიდენტი იყო ასევე რკინის ხელით მართვის მომხრე. ძიმე პერიოდი გაიარა კორეამ, აი ხა რაც ხდება სხვათა შორის აი პარჩონჰის მკვლელობის შემდგომ პერიოდთან ასოცირდება კორეელებისთვის სამხედრო მდგომარეობის გამოცხადება, რომელიც იმდენად ძიმედ გადაიარა კორეულ საზოგადოებაზე თავისი რეპრესიებით, რომ იმის გახსენება, რა თქმა უნდა, ძალიან არ შეამოვნებთ. მიუხედავად რომ შეიძლება პარჩონჰი რაღაც თვალსაზრისით დადებით პიროვნებად აღიქმნება ლიდერად, იმიტომ რომ მან მოიტანა სტაბილურობა, გასაგები გახადა როგორ იქნებოდა კორეა, კორეის განვითარების ვექტორი, შექმნა ეს ეგრეთ წოდებული ჩებოლეები, რომელიც არის დიდი ოჯახური ბიზნესები, რომლებიც არის თქვა Samsung-ის სახით, LG-ის სახით, ეს წარმოდგენილი დიდი კორპორაციები. მაგრამ ამავდროულად ხო, აი დიქტატურა მე იქცევა ეკონომიკური განვითარების შემაფერხებლად. შემდგომი ეს 9 წელი დიქტატურის, მორიგი ავტოკრატიის, რომელიც გაგრძელდა იგივე რეჟიმში ამყოფებდა კორეას, თუმცა კორეული საზოგადოება რამდენადაც ინდუსტრიალიზებული გახდა, რამდენადაც ურბანიზებული გახდა, იმიტომ რომ სოფლის მეურნეობის ქვეყანა იყო მანამდე. როგორც გითხარით, კოლონიალიზმმა, იაპონურმა კოლონიალიზმმა ინდუსტრია ჩრდილოეთში განავითარა და არა სამხრეთში. ამიტომ ეს დიდი ნახტომი ინდუსტრიული ნახტომი, რომელიც გააკეთა კორეამ ამ პერიოდში, 70-იანებიდან მოყოლებული 60-იანების ბოლოდან 80-იანებამდე, საზოგადოება შეცვალა, საზოგადოების განწყობები შეცვალა თვითონ იმასთან დაკავშირებით, როგორი სახელმწიფოს და შესაბამისად ბიზნესის განწყობები შეიცვალა, იმიტომ რომ ბიზნესმაც არათუ დაასტრუქტურირა, ვთქვათ, სოციალურად კორეული საზოგადოება გარეთაც გავიდა. ანუ კორეის ეკონომიკის ექსპანსირება ხდება ამ დროს და შესაბამისად საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებში
სახელმწიფო არ არის სასურველი რომ ყოფილიყო შევაფერხებელი და ტორმოზის ფუნქციის, ხო, მუხრუჭის ფუნქციის მქონე, იმიტომ რომ კორუმპირებული დიქტატურები, ავტოკრატიები სხვა ტიპის თამაშის წესებს თავაზობენ. არა გამჭვირვალეს, არა ვთქვათ ღიას, არამედ პირად კავშირებზე. ანუ ჩებოლებისთვის ვთქვათ ეს რაღაც პერიოდი შეიძლება იყო მისაღები, მაგრამ შემდგომში უკვე შევაფერხებელი. ამიტომ უკვე 80-იანი წლების ბოლოდან იწყება დემოკრატიული გადასვლა კორეაში და აქედან იწყება რეალური სასწაული კორეული ეკონომიკის. იმიტომ რომ მოიხსნა ეს თვირთი, რომელიც კორუფციის სახით აწვა, ავტოკრატია კორუფცია ერთმანეთთან კავშირშია, აწვა კორეულ საზოგადოებას და ეკონომიკას. შესაბამისად, აი 80-იანი წლების ბოლოდან რაც დემოკრატიზაცია იწყება, ჩვენ ვიცნობთ კორეას ისეთ, როგორცაც დღეს ვიცნობთ. კეთილდღეობის ქვეყანას, დიდი დაგროვებული ეკონომიკური პოტენციალის ქვეყანას, რომელიც ექსპანსირდება უკვე მსოფლიო ბაზარზეა წარმოდგენილი. დღეს უკვე იქა ვართ მისული, რომ პოლიტიკურადაც საერთაშორისო პოლიტიკაში კორეა აქტიურია. კორეის დღევანდელი საერთაშორისო ხედვა თავის ხედვა საერთაშორისო არენაზე არის, რომ ეს არის ესე დაირქვეს, თავიდან დაირქვეს global state, როგორც გლობალური სახელმწიფო. დღეს მათ ჰქვიათ global pivotal state, ანუ გლობალური ვთქვათ, წვლილი უნდა შეიტანონ განვითარებაში, ანუ დიდი ამბიციები გაუჩნდათ. თავისუფლად იმდენად რამდენადაც ვთქვათ ეკონომიკურად საერთაშორისო მასშტაბით წარმოდგენილია კორეა, უკვე ბევრ რეგიონში არის შესული და კონკურენციას უწევს ბევრ ქვეყანას. მაგას ჩრდილოეთ კორეის ჩრდილი როგორ მოქმედებს, ან საერთოდ მოქმედებს თუ არა? ესე იგი, ჩრდილოეთ კორეა ეს არის კორეული იდენტობის ტრავმული ნაწილი, თუ ასე ვიტყვით, იმიტომ რომ კორეელების აღქმაში კორეელები არიან ჩრდილოელები. თავისი თავიდან გამომდინარე უყურებენ როგორც დაკარგულ კორეელებს. არ არის იმის განცდა, რომ ეს ორი სხვადასხვა სახელმწიფოა, ანუ ორი სხვადასხვა საზოგადოება, მათ უყურებენ როგორც დროებით დაკარგულებს. ნუ, ძირითადად ასეა. თუმცა განწყობები ძალიან მერყეობს. ნუ, ახალგაზრდებში განსაკუთრებით, იმიტომ რომ მაგალითად ჩრდილოეთ კორეის თემა აღზრდის ნაწილი იყო სამხრეთ კორეაში, განათლების სისტემაში ინტეგრირებული თემა იყო, ხო? ისტორიაში როგორ ისწავლებოდა, ვთქვათ, ხო? საბავშვო ბაღიდან დაწყებული როგორ ზრდიდნენ, ვთქვათ, სამხრეთ კორეელებს და სიმღერებს ასწავლიდნენ, აი, ვთქვათ, რაღაცა ტრაგიკულ სიმღერებს ბავშვებს ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ხო ძალიან ბევრი წამოვიდა თქმა უნდა იქიდან. მიგრანტი, რომელიც დაფუძნდა მე სამხრეთ კორეაში, მათ შთამომავლები ხო არიან კიდე. მე კიდე პერიოდულად ხდება ვიღაცების შემოდინება არამასობრივად, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე დახურული საზღვარი, რაც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ მსოფლიოში. შეიძლება ასეთი იყო გერმანიაში, თქო, ბერლინის კედელი. ხოლმე ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ, ჩინეთიდან გამორბიან ჩრდილოეთ კორეელები, სახალხო ძალიან რთული გზაა და ყველა ვერ ახერხებს, რა თქმა უნდა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის ტრავმა, რომელიც ცოცხლობს კორეელების ცნობიერებაში, თუმცა ახალგაზრდა კორეელების ხედვაში შეიძლება რაღაცა ცვლილებები არის ამ ხრივ, იმიტომ რომ ვთქვათ, ვიღაცებს ეშინიათ სამხრეთ კორეამ შემოიერთოს ჩრდილოეთ კორეა, იმიტომ რომ ეს უკვე იმდენად განსხვავებული საზოგადოება, იმდენად სხვა პოლიტიკური აზროვნების ადამიანები არიან, რომ შეუთავსებლობაა როგორც წყალსა და ზეთში. როგორც მაგალითად დასავლეთ გერმანია და აღმოსავლეთ გერმანია იყო. უფრო უარესი წარმოვიდგინოთ, იმიტომ რომ ჩრდილოეთ კორეელები იქიდან გამომდინარე, სამხრეთ კორეელები ხედავენ იქიდან ჩამოსულებში, სხვაგან არიან მენტალურად. ეხლა კიდე ერთი კითხვა, მაშინ აი საუბრის თავში აღნიშნე. დავამატებ, უბრალოდ არა მარტო მენტალური და კულტურული განსხვავება ამ შემთხვევაში და პოლიტიკური კულტურის კუთხით გულისხმობ, რა თქმა უნდა. არამედ მნიშვნელოვანი არის როგორი ფასი დაუჯდება სამხრეთ კორეას, ვთქვათ, ჩრდილოეთ კორეას არის მსჯელობის თემა? ღიად არა, მაგრამ განწყობები არის. მე წავწლუმი ვარ ამ განწყობებში. ხო, ძალიან საინტერესო არის თვითონ ამ თემაზე საუბარი ნამდვილად. როგორი განწყობა არის მაგალითად
ჩრდილოკორეელების მონაწილეობაზე რუსეთის ომში უკრაინაში. ცალსახად ნეგატიური, იმიტომ რომ ეს ცხადია გულისხმობს იმას, რომ ჩრდილოეთკორეული არმია ამ წუთას იღებს საბრძოლო გამოცდილებას, რაც კორეელებს, სამხრეთ კორეელებს არ აქვს. თორე საბრძოლო გამოცდილებაზე ახან არის საუბარი და სამხედროები ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო კორეულ პოლიტიკურ სისტემაში ყოველთვის და აი ეხლანდელი მოვლენებიდან გამომდინარე რაღაც გარდატეხა ხდება. მე შევხედრე ვარ სამხრეთ კორეელ სამხედროებს ერაყში მაგალითად ოპერაცია თავისუფლება ერაყს მაგის ფარგლებში ბაღდადში და არა მხოლოდ კი და მათი როლი ასე მნიშვნელოვანია სამხრეთ კორეის იდენტობაში, იმიტომ რომ თუ ლაპარაკობთ სამხრეთ კორეის ვთქვათ აი როგორ ვთქვა ორიენტირებაზე ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ და მის განწყობაზე რომ აი ამერიკაზე არიან დამოკიდებულები, მართლა ეს დამოკიდებულება ამერიკის მიმართ მნიშვნელოვანი კომპონენტია სამხრეთ კორეის იდენტობაში. ამიტომ იყო რომ აი ქართულებს ამითი გვანან თქვა ჩვენ სიტუაციას, თქვა ქართულების მონაწილეობა ავღანეთში და ერაყის მისიებში, იგივე არის კორეელების მონაწილეობა დაწყებული ჯერ კიდე ვიეტნამის ომიდან. ვიეტნამის ომში კორეელებს დიდი წვლილი ჰქონდათ ამერიკელების მხარეს, ანუ მონაწილეობდნენ ძალიან აქტიურად კორეელი სამხედროები. შეიძლება ჩვენთან ნაკლებად მსჯელობენ ამის შესახებ, თქვა ეს თემა ასე მნიშვნელოვანი იყო იმის გასაგებად, რომ აი როცა ვლაპარაკობთ ამერიკულ ფინანსურ დახმარებას რატომ ნაკლებად მსჯელობენ დიახ კორეის ომში რომ თურქული ქვედანაყოფები იყო და დაახლოებით 700 თურქი სამხედრო არ დაღუპულია ამ ომში. და სასაფლაოებიც არის ძალიან პატივით შენახული ამ თურქი სამხედროების და კორეა უმადლის ყველას ვინც ჩართული იყო ამ ომში, იმითი რომ აი პროგრამები აქვს მაგალითად თურქეთში თანამშრომლობითი, რომელიც ძალიან ეხმარება იგივე ვთქვათ მაღალ ტექნოლოგიის სფეროებში ან სამედიცინო სფეროში ვთქვათ თურქ სპეციალისტებს. ახლა კიდე რა პარალელის გავლება შეიძლება? ეხლა ძალიან ბევრი აღმოჩენა არის, კიდე ერთხელ ხაზგას ვთქვამთ, რომ ჩემი ცოდნა კორეის მიმართ არის ძალიან ზედაპირული. თუმცა უამრავი რამ აღმოვაჩინე ახლა და ძალიან საინტერესო იქნება ხა ადამიანს, რომელიც იქ ცხოვრობს, ის თვითონ რა პარალელებს ავლებს. არის კიდე ეს ძაფები რაღაცა ისეთი. საქართველოსთან? ნუ ჩვენ ახლა ისეთ ფაზაში შევედით განვითარების, რომ ამერიკის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება ახლა არ ვამბობ საზოგადოების დიდ ნაწილში, მაგრამ ელიტაში შეიცვალა, ხო? ანუ ელიტის ნაწილში, მმართველ ელიტაში ნამდვილად შეიცვალა, ხო? არ ვამბობ, რომ ზოგადად პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში, ხო? მაგრამ მმართველი ელიტის ნაწილში ჩვენ ვხედავთ ამას საჯარო განცხადებების დონეზე, რაც კორეაში არ მომხდარა. და არც მოხდება. ანუ კორეაში მაგალითად ახლანდელი პოლიტიკური დაპირისპირებაც, რომელიც დასრულდა პრეზიდენტის დაპატიმრებით, პრეზიდენტი იოლი დააპატიმრეს სულ ახლახან, ხო? იქაც კი, ვთქვათ, ამერიკის მიმართ ლოიალობა და ეს კეთილგანწყობა, ლოიალობა ქართულში ცოტა ცუდ სიტყვად ჟღერს, მაგრამ ანუ ერთგულება, ხო, ვთქვათ, ხო? ეჭვს ქვეშ არ არის არც ერთი პარტიისთვის. ანუ პრეზიდენტ იოლის ოპოზიცია და მისი მომხრეები ყველანი პროამერიკულები არიან. ანუ ის მომენტი არ არის, რომ ვთქვათ, რაც პრეზიდენტმა იოლმა ითამაშა ამ ნარატივით, რომ თითქოს ის ოპოზიცია, რომელიც პარლამენტში იჯდა, რომელიც არ იყო სინამდვილეში ისეთი უმრავლესობით, საერთოდ უმრავლესობით არ იყო ისეთი რაოდენობით წარმოჩენილი, რომ ასე ვთქვათ, პრეზიდენტი და როგორ ვთქვათ, გაენეიტრალებინა, ხო? და ამისთვის გამოაცხადა სამხედრო მდგომარეობა. და ეს სამხედრო მდგომარეობაზეც ალბათ ღირს ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ეს 1979 წელს რაც თქვი, პრეზიდენტ ჰის მკვლელობის შემდგომ დაწყებული ეს სამხედრო მდგომარეობის რემინისცენციებმა ითამაშა როლი, რომ კორეელებისთვის წარმოუდგენელია, რომ კიდე სამხედრო მდგომარეობა იყოს ქვეყანაში. და მან დიდი როლი ითამაშა პრეზიდენტის საწინააღმდეგო განწყობებში, რის გამოც თვითონ პრეზიდენტის პარტია დადგა მის წინააღმდეგ. ანუ მისი პარტია წავიდა მის წინააღმდეგ და ოპოზიციასთან ერთად კენჭი უყარა იმპიჩმენტს. მაგრამ აი ეს ამერიკის ფაქტორი არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში, მიხედავთ აი პრეზიდენტი იოლი ამტკიცებდა, რომ მე იმიტომ ვაცხადე სამხედრო მდგომარეობას, რომ ეს ჩრდილო კორეის აგენტურა ამ ოპოზიციურ პარტიაში არის რეალურად მითი, რა თქმა უნდა. და ეს არის ნარატივი, რომელიც ნუ დაფუძნებული იყო იმაზე, რომ თავისი მომხრეების მობილიზება მოეხდინა პატრიოტული გრძნობების ყველაზე ესეთი ძაფების შეხედვით. იმიტომ ჩრდილო კორეას რეჟიმს, ჩრდილო კორეულ რეჟიმს, რა თქმა უნდა, არ აქვს დადებითი რეპუტაცია სამხრეთ კორეაში. ეს არის შიში კომუნიზმის დღემდე.
ეს არის მეხსიერება სისასტიკეების, ტერორისტული აქტების, იმიტომ მაგალითად იყო შემთხვევა, როდესაც ეს იყო 60-იან წლებში, როდესაც სუსტად წელი არ მახსოვს, მაგრამ როდესაც ჩრდილოეთ კორეელებმა ძალიან წარმატებული სპეცოპერაცია ჩაატარეს სამხრეთ კორეელი სამხედროების თანამშრომლებში გამოწყობილი დივერსანტების ჯგუფი ჩავიდა სეულში და თავს დაესხა პრეზიდენტის რეზიდენციას. ანუ ეგეთი ფაქტიც კი იყო. ანუ იმდენად მოტივირებულები იყვნენ, რომ გაენადგურებინათ ეს სამხრეთ კორეული სისტემა და გაეტეხათ, ხო? და ამიტომ ეს შიშები რა თქმა უნდა დღესაც არის სამხრეთ კორეის მიმართ, ჩრდილოეთ კორეის მიმართ. მაგრამ არ იმუშავა ამან. როდესაც თქო პრეზიდენტმა იოლმა თქვა, რომ ესენი ოპოზიციონერები, რომლებიც მე მაკრიტიკებენ კორუფციის გამო, კორუფციის თემა ერთსალგებით განვიხილოთ, რომ ესენი არიან ჩრდილოეთ კორეელების აგენტები. ამით იცდილობდა რეალურად აი კორუფციული სკანდალის გადაფარვას, რომელშიც მისი ოჯახია გახვეული და კორუფციის თემა ძალიან სენსიტიური თემა არის კორეელებისთვის. ძალიან არ უყვართ კორუფცია, იმიტომ ეს კორუფცია არის ის რაც მათ აგონებთ აი პირველ პრეზიდენტი ლის პერიოდს, იგივე პარჩონხის პერიოდს, რომელიც ძალიან ცუდი თუ რაიმე ახსენებათ, ეს არის კორუფცია. და სამხედრო დიქტატურის პერიოდის უგრდად, რომელიც არის კორუფციასთან კავშირში ყველაფერი და თავისთავად ეს არ უყვართ. კორუფციის თემა არის სენსიტიური თემა. ანტიკორუფციული ორგანოები ძალიან ძლიერია, რომ მე როგორც მითხრეს ჩემმა კორეელმა კოლეგებმა, საჯარო მოხელეს მოქალაქის ეშინი. იმიტომ რომ საჯარო მოხელე შეიძლება არ დაიჭირონ, იმიტომ რომ ვიღაცამ შეიძლება ტყუილად დააბრალოს, ხო? კორუფციასთან კავშირში. მაგრამ ეს ძიება არის იმდენად მძიმე და სტრესული მათთვის კორუფციასთან დაკავშირებული. რომ ურჩევნიათ, რომ ძალიან ფრთხილები იყვნენ, ძალიან მოზომილები იყვნენ, ზედმეტად გამჭვირვალეები. ანუ საჯარო სამსახურში ყოფნა კორეელისთვის ნიშნავს, რომ არის უზომო სტრესული გარემოებების ქვეშ, იმიტომ ყველა უყურებს. ყველა ცდილობს გააკონტროლოს, თუ არ არის კორუფციის საფრთხე რაიმე ქმედებაში და გადაწყვეტილებაში. პრეზიდენტთან დაკავშირებული კორუფციის თემაც არის ძალიან ბანალური, ხო, რომ პრეზიდენტის წოლს კითხეს, საიდან აქვს შანელის ჩანთა და მან პატივისცემა პასუხობს მაჩუქესო და იქიდან გაჩნდა უკვე ეს. ამოვიდა ეს კორუფციული ბრალდებები და ეს სენსიტიური სხვადასხვა აი კიდე ერთი ფაქტი, რომ რატო არის კორუფცია. ასეთი ცუდი იარლი იყო პრეზიდენტისთვის, აი ერთ-ერთმა ყოფილმა პრეზიდენტმა 2009 წელს პრეზიდენტი ჰიუნი თუ არ ვცდები, თუ სწორად ვამბობ გვარს, თავი მოიკლა იმის გამო, რომ მას დააბრალეს, რომ ის კორუფციაში იყო გარეული და გზამებს იღებდა თავის დროზე ძალოვანი უწყებები. კლდიდან გადახდა თავი მოიკლა. ამდენად მიუღებელია კორუფციის დიდი ტრადიცია აქვს ამ აზიურ ქვეყანაში. მაგრამ რამდენად დიდი ტრადიცია აქვს, იმდენად გაუცხოება აქვს და რეზისტენტულია. კი, და მგზნობი არის ამ თემების მიმართ. ერთის მინდა კითხო, რა თქმა უნდა ვიცით, ჩრდილოეთ კორეის პროპაგანდის შესახებ ხსმენია და რა მითებსაც ხზავენ. რამდენად არის შეღწევადი სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით ინფორმაციული ნაკადი. რამდენად შედის საერთოდ? ძალიან ან საერთოდ ხედავენ თუ არა, მაგალითად სამხრეთში უფრო მდიდრები არიან და თვითონ ძალიან ღარიბები. აი, მაგალითად ეს სიმდიდრის თემა, რაღაცა დოულათის თემა, თითოეულ მოქალაქეზე ასახული ჰიუნდაი და არ ვიცი ახლა ჩრდილოელები რას უშვებენ რაღაცა რაკეტა X რაღაცა ეს. აი, ეს თემა რამდენად იცით, რამდენად შეგიძლიათ ვისაუბროთ ამაზე? ანუ ჩრდილოეთ კორეის თქო საინფორმაციო ველში შესვლა სამხრეთ კორეელებისთვის არის ძალიან რთული. ამას აკეთებენ შავი გზებით. მაგალითად, ესეთი მეთოდები აქვს, ერთ ხოიცი, ანუ აი ყველაზე მარტივი რაც შეიძლება წარმოვიდგინოთ, ეს არის თქო საკვების საკითხი, იმიტომ რომ ხოიციან, რომ შიმშილობაა და ხალხი ძალიან ცუდ დღეშია. მოტივტივე რაღაცა მოწყობილობებით მდინარით აწვდიან, ну ესე ჩაყრიან უბრალოდ და ბრინჯი არის თქო რაღაცა და იმ ბრინჯში შეიძლება ფული იყოს კიდე დამალული. ამას რეგულარული ხასიათია? კი. აი სახელმწიფო დონეზეა? კი. და ჩემს როგორც ცნობილია ეგრე. და ასევე ჩიპები. რომელიც არის ინფორმაციის მატარებელი, თქვა, აი ინტერნეტი კონტროლდება, ინტერნეტს თორმა არა აქვს. ძალიან შეზღუდულია და
კონკრეტული ნებართვებით შეიძლება ვიღაცას ინტერესთან თქმა კონდეს. თანამედროვე ტექნოლოგიები შეზღუდულია, არ არის ხელმისაწვდომი. შეუძლიათ იყიდონ, ვინც ჩინეთში გადადის და შედის ჩინეთიდან თქვა smartphone-ები, თუმცა გამოყენება არ შეუძლიათ, ხო? მაგრამ კორეელები ამით სარგებლობენ, სამხრეთ კორეელები ამით სარგებლობენ, და თქვა აი იმ საკვებში, რაზეც ლაპარაკობთ, ეგ შეიძლება ფულიც იყოს და შეიძლება ჩიპები იყოს. ამ ჩიპებში შეიძლება იყოს ფოტოები, სიმღერები, ტელესერიალები სამხრეთ კორეული და ამითი მიდის, ასე ვთქვათ, ეს ინფორმაცია, როგორია ძალის რაღაცა სახეა. ხო, ოღონდ ესეთი არალეგალური და შეიძლება კონტრაბანდული რბილი ძალაა, შეიძლება დავარქვათ, ხო? მაგრამ საშიშიც არის, იმიტომ რომ არათუ იმ ჩიპის აღმოჩენა საშიში, რომელიც შეიძლება აღმოუჩინონ. აი სულ ახლახან წინა წელს იყო ზუსტად ეს შემთხვევა, როდესაც 5 მოზარდი დახვრიტეს იმის გამო, რომ მათ ჰქონდათ smartphone. რომელიც ინტერნეტთან შეერთებული არცა. ანუ გარესამყაროსთან ის smartphone-ი მაინც არ აკავშირებს. თუმცა ისიც საშიშია, იმიტომ იქ შეიძლება ჩიპი შეუერთოს და შეიძლება სიმღერას მოусმინოს სამხრეთ კორეულს და ტელესერიალი ნახოს. რაც ჩრდილოეთ კორეაში დიდი დანაშაული. ძალიან დიდი მადლობა მithekითხო მადლობა, იმიტომ რომ ხო ძალიან საინტერესოა ეს საუბარი და იმედი მაქვს რომ აუცილებლად მოგვეცემა შესაძლებლობა რომ განვაგრძოთ კიდე ამ თემაზე. იმიტომ რომ ბევრი სიახლოვე არის და ბევრი კვეთის წერტილია და დაფიქრების საშუალება. მადლობა კიდევ